მოგესალმებით ყველას, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა შეკითხვით, რა ნიჭი გაქვთ, განსაკუთრებული უნარი, რომელსაც არ იყენებთ და რა უნდა ქნათ იმისათვის, მოკლედ რომ ეს უნარი თქვენში გახსნათ და თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. აი ეს, მოდი ჯერ ვნახოთ, ვინ მოვიდა დღეს ჩემთან გაშლაზე, რომ ვნახოთ თქვენთვის არის ეს გაშლა თუ არა. ვინ არის ჩემთან დღეს გაშლაზე? გაშლაზე არის ის ადამიანი, რომელიც ეხლა ნამდვილად იმყოფება საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული სირთულის წინ. სხვათა შორის აქ არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ პირდაპირ ხმლების მეფე მოვიდა. არ არის აქ გამორიცხული, რომ მამაკაცებზე უფრო რეზონირებს ეს გაშლა. ან რეზონირებს ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ეს რაღაცა უფრო მამაკაცური ხასიათი. აი რას ნიშნავს მამაკაცური ხასიათი? აი ცივი აი აწონდაწონვა რო უყვართ რა, ყველა ნაბიჯებს რო რაღაცა ისეთი გავენ მიზეზშედეგობრივი კავშირებით, ხო? აი ესეთი. მაგრამ ეს პიროვნება, ნუ არა აქვს შევა ქალბატონია მამაკაცია, მაგრამ თქვენ მოკლედ ვიზეც არის ახლა ეს გაშლა, იმყოფებით ძალიან რთულ მდგომარეობაში. აი თქვენთვის ეს სიტუაცია, რაც ეხლა არის, ხო? თქვენ სივრცეში არის საკმაოდ მძიმე და აი ტვირთად გაწევთ ფაქტობრივად, რომელსაც ესე ზურგში მოხრილი მიათრევთ. ამავე დროს გამოსავალი იმედის დონეზე გაქვთ, ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში თითქოს იმედი გაქვთ, რომ ეს ყველაფერი მოგვარდება, გადაიჭრება და რაღაც ესეთი მსგავსი დადებით კონტექსტში გადავა, თუმცა როგორ რანაირად, აი კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები ტვინში ჩამოყალიბებული არ გაქვთ. სწორედ ეს არის ის სირთულე, რასაც ახლა თქვენ განიცდით, რომ ანუ თქვენთვის ადამიანისთვის, რომლისთვისაც აუცილებელია იმის ცოდნა, რა იქნება 2, 3, 4 ნაბიჯის წინ, შემდგომ, ხო? ეხლა ხართ ისეთ სიტუაციაში, როცა არც კი იცით, არა თუ 4 და 5 ნაბიჯის მერე რა იქნება, აი ერთი დღის იქით რა იქნება, ეგეც არ იცით. კიდე როგორი ადამიანისთვის არის ეს გაშლა, ანუ ვისთვის არის? ცხოვრებაში, ხო, სხვათა შორის ეხლა შეიძლება იმყოფებოდეთ ისეთ სიტუაციაში, როცა რაღაცა ძალიან ახალი იწყება თქვენს სივრცეში, რაღაცა ძალიან ახალი, რომელიც თქვენ აქამდე არ იცით. ანუ არ გაქვთ ამის გამოცდილება, როგორ რანაირად უნდა იყოს ეს არ იცით. აქ სიტუაცია შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანს, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ან სამართლის და ეს რაღაც სამართლებრივ ან აი justice რა რაც არის აი სასამართლო აი სამართლებრივი სტრუქტურა ან ამას შეიძლება უკავშირდებოდეს ან უკავშირდებოდეს სიტუაცია მოკლედ რის გამოც ხართ ესე ან შეიძლება უკავშირდებოდეს დოკუმენტაციას რომელიც ოფიციალურად ფორმდება მხარეებს შორის ანუ ნებისმიერი რაღაცა რა რაც ხელშეკრულებებთან არის დაკავშირებული და ეს საკითხი თქვენ გაღელვებთ ძალიან გაღელვებთ კიდევ ისთვის არის ამოვიღოთ 1-3 არკანის და მე დავიწყოთ გაშლა კი ბატონო არკანის სიკვდილი ორიანი პენტაკლები ჩამოკიდებული კაცი აქ არის სიტუაცია როდესაც პირდაპირ ღალატს ჰქონდა ადგილი ანუ ღალატი შეიძლება იყოს აქ პირდაპირ მნიშვნელობით მართლა ღალატი შეიძლება იყოს რაღაც ადამიანის
გან მიღებული იმედი გაცრობა, რომელსაც მე ვენდობოდი, თუმცა აქ ნდობის თემა არ არის, აქ არის ემოციური ღალატი, აქ არის სიტუაცია, როცა ჩემმა რომ მეგონა რომ ჩემია იმ ადამიანმა ჩამცა ზურგში ლახვარი, რასაც ქვია და ამან შემიყვანა მე უდიდეს ტრანსფორმაციულ ენერგიაში, ანუ სიკვდილის ენერგია, ორიანი პენტაკლები და არკანი მეეკლე, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ რეალურად ამ პროცესმა, ამ ღალატმა, ამ რაღაცა რთულმა სიტუაციამ, რომელიც დღემდე მე ესეწნეხათ მაწევს და მომყვება, ამან განაპირობა ჩემი შინაგანი ტრანსფორმაცია, ანუ ჩემში მოკვდა რაღაცა ნაწილი და ეხლა არის პროცესი, იმიტომაც იყო აქ რაღაც სულელის ენერგია, რაღაც ახალი თქო რო ვთქვი წეღან, ანუ დაბადების საკითხი აქ, თავიდან დაბადების საკითხი, მაგრამ აი აქ არის ნახეთ პატარა ძაღლი, რომელიც აი ერთი პატარა იმით მეკაჩება უკან, რომ აი თითქოს თვად ბოლომდე გაშვებული არ მაქვს ეს პროცესი, რომ ანუ იქნება არ უნდა წავიდე ახალ ტრანსფორმაციაში, ახალ გზაზე და ისევ ჩემი ჩვეული რიტმით ხო არ გავაგრძელო ცხოვრება. მოკლედ, აი ესეთი სიტუაცია არ გაქვთ ჯერ მიღებული გადაწყვეტილება. მიდიხართ წინ თუ ბრუნდებით უკან, აი სადღაც შუაგზაში ხართ, ამის აწონდაწონვას ახდენთ, ასე რომ ვთქვათ და მოკლედ პროცესი, რომელსაც ეხლა თქვენ გადიხართ, არის ესეთი თქვენს ცხოვრებაში. თუ ეს საკითხი რეზონირებს, მაგ შემთხვევაში ეს გაშლა არის თქვენი და უყურეთ. თუ ეს საკითხი თქვენთან არ რეზონირებს, აი რაც მოვყევი პრეისტორია, ხო, მაშინ ეს გაშლა თქვენი არ არის და ნუ მოაცდენთ საკუთარ დროს და ნუ საკუთარ სივრცეს გამოტენით რაღაცა ისეთი ენერგიებით, რაც თქვენი არ არის. კარგი, ეხლა ვნახოთ იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც იყო ეს პრეისტორია და დიაგნოსტიკა, იმ ადამიანისთვის მანახე, რა უნიკალურ ნიჭს ფლობს და არ იყენებს ეს პიროვნება და მე მითხარი, როგორ უნდა გამოიყენოს. ნახოთ რა უნიკალური ნიჭი გაქვთ. აჩვენე. არკანის სულელი. ამ დასტაზე, ამ არკანზე ვგიჟდები ამ დასტაში. საოცარი სიტუაცია. და რატომ მიყვარს განსაკუთრებით ეს არკანი? ეს არის სიტუაცია, როდესაც ადამიანს ცხოვრებაში, ანუ ჩვენ ვიცით ხომ, თუნდაც ხუაკინ ფენიქსის ჯოკერის ისტორია, დაახლოებით ამას გავს, რამდენი ტკივილი აქვს, რამდენი წყენა აქვს გულში, რამდენი ტრავმა აქვს, მაგრამ ყოველ დღეს არკის წინ დგება და ესეთი ცრემლდენი მაინც იკეთებს მაკიაჟს და მაინც გადის. თუმცა დგება რაღაცა მომენტი, რა დროსაც ეს ადამიანი ხდება ჯოკერი. რატო, ხო? რატომ? იმიტომ რომ აი ესე რაღაცა შინაგანად დაგროვილი წყენები ერთ დღეს მე არ ვამბობ რომ რაღაცა უნდა გავბოროტდეთ, მაგრამ ერთ დღეს მაყენებს მე იმ პოზიციაში, როდესაც ვხვდები რომ ესე გაგრძელება აღარ შეიძლება. ესე აღარ შეიძლება რომ ვიარო დარჩენილი ცხოვრების გზა და ასე ვტანჯო ჩემი თავი. ამიტომ მე ვირჩევ საკუთარ თავს და ეს არკანი ამ დასტაზე ზუსტად ამას ნიშნავს, საკუთარი თავის არჩევას ადამიანმა, რომელმაც ყველა ხიდი გადაწვა წარსულში დასაბრუნებელი და აიღო ბუშტები, ბავშვური სილაღით მოირგვა ეს რაღაცნაირი ნიღაბი სახეზე და სუ კონტროშით მიდის წინ. მე არ ვამბობ რომ ეს მარტივია, მე არ ვამბობ რომ გულში ამ ადამიანს ტკივილი არ აქვს, მე არ ვამბობ რომ ეს ადამიანი არ ღელავს, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფრის მიუხედავად მაინც მიდის წინ. აი ეს არის თქვენი განსაკუთრებული ნიჭი და უნარი, ამიტომ გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტები, რა დროსაც შეძელით და საკუთარ თავსაც კი მოერიეთ. და საკუთარ სისუსტეებს მოერიეთ და ამ საკუთარი სისუსტეებიდან ახალი, ძლიერი და უფრო მაგარი საკუთარი თავი დაბადეთ. აი ეს არკანია, ეს არის თქვენი ნიჭი, ეს არის ფენიქსის ენერგია, როდესაც ადამიანი ოღონდ მძიმე ენერგია უდაოდ, იმიტომ რომ აქ კვდება
ჩემი წინა ნაწილი და იბადება ახალი და სიკვდილიც და დაბადებაც ორივე ტკივილთან დაკავშირებული ემოციებია. ამიტომ რთულია მესმის, მაგრამ თქვენ გაქვთ დაგროვილი საკმარისი მაგალითი მხოლოდ საკუთარი ცხოვრებიდანაც რომ აიღოთ, ან თუ გინდათ თქვენ გარშემო იარსებებენ აუცილებლად ერთი მაინც ადამიანი, რომელიც ესეთი წუმპიდან, უკაცრავად ამ სიტყვაზე, ადგა, აღსდგა, დაიბადა და შედგა. რაც მთავარია, ხო, მარტო ადგომა და დაბადება არ არის, უნდა შევდგე, უნდა ჩამოვყალიბდე, უნდა გავხდე ის, ვინც მე მინდა. ეს არის ეს ენერგია, არკანის სულელი ორჯერ განმეორდა ორ სხვადასხვა დასტას და პირველი ენერგია ეს წამოიღო. განსაკუთრებული უნარი არის თქვენი ეს, თავიდან დაბადების. ნახოთ, როგორ უნდა გახსნათ ეხლა ამ სიმძიმეში, ამ რთულ პერიოდში ეს უნარი თქვენში, რისი მეშვეობით უნდა გახსნათ და როგორ უნდა გამოიყენოთ, როგორ უნდა გახსნას ამ ადამიანმა ეს ფენიქსის საოცარი უნარი თავის თავში, მაჩვენე. კვერთხების რაინდი. კვერთხები არ დანებდეთ. იმოძრავეთ, ეს არის ენერგია, რომელიც მოძრაობს, არ ჩერდება. არასდროს არ ჩერდება ადგილზე. ეს არის ენერგია, რომელსაც აქვს უშრეტი შინაგანი პოტენციალი და ამ უშრეტი შინაგანი პოტენციალის გამოყენებით, როგორც საწვავს იყენებს ავტომობილი, ხო? ისე უნდა გამოიყენოთ ეს თქვენი შინაგანი უნარები. ეს თქვენი შინაგანი პოტენციალი არის თქვენი საწვავი. ანუ თქვენ არა გაქვთ იმის საჭირო, არსებობენ ადამიანები, პარაზიტები, როდესაც გარედან ითხოვს აუცილებლად რაღაც შთაგონებას, მხარდაჭერას, იმას ამას, ანუ თქვენ ეს გჭირდებათ, მაგრამ რეალურად გჭირდებათ მხოლოდ ბიძგის დონეზე, თორე შიგნით, თქვენს შიგნით არის ნახეთ, ხა ტყუილ არ ვამბობ რა, ცხრიანების თასებია დასტის ბოლოს და თასების მეფე. ანუ რამდენი თავის ქალა აქვს უბრალოდ დაგროვილი, ნახეთ, თავის ქალა არის, ეს არის გამოცდილებები. რამდენჯერ მოკალით საკუთარი თავი და დადეთ თაროზე ეს თავის ქალა, ხო, რომ ესეც დამჭირდეს, ესეც. ანუ თქვენში არის ეს ცხოვრებისეული, ან ამ ცხოვრებაში დაგროვილი, ან წინა ცხოვრებებში, წინა რეინკარნაციებიდან გადმოყოლილი, მაგრამ უდიდესი შინაგანი ცოდნა გაქვთ და ეს არის თქვენი უნიკალური პოტენციალი, უნდა ენდოთ საკუთარ თავს, უნდა ენდოთ საკუთარ უნარებს და არ უნდა დაელოდოთ მომენტს, როდესაც ვიღაცა მოვა და ესე ლანგარზე მოგართმევთ ან მზამზარეულს, ეს თქვენ ცხოვრებაში ბოდიში მომითხოვე და ვერ იქნება ვერასდროს, იმიტომ რომ თქვენ ხართ აქ შემოქმედი, თქვენივე საკუთარი ცხოვრების და ასევე დამანგრეველიც, ეგეც იცოდეთ. ანუ რასაც აკეთებთ და რასაც აშენებთ, მხოლოდ თქვენი დამსახურებაა. ამიტომ თუ რამის აშენება გინდათ, ჩაყიდეთ საკუთარ თავს ხელი ძალიან მყარად და იარეთ შეუპოვრად წინ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რითიც შეგიძლიათ გახსნათ ეს ფენიქსის უნარი კიდევ ერთხელ საკუთარ თავში და მიაღწიოთ უდიდეს წარმატებას ცხოვრებაში. ეს თუ ესე იქნება, მოდი. კითხოთ. თუ ეს ადამიანი ამას გააკეთებს, რა შედეგს მიიღებს მანახი. და დავასრულოთ გაშლა. ძალიან ძლიერი ენერგეტიკის ადამიანები მიყურებთ მე თქვენ აქ. ადამიანების, რომლებმაც სხვათა შორის ემოციების გამოხატვა არ იციან, ესეც თქვენი მახასიათებელია, იმიტომ რომ თასების მეფეც და ცხრიანი თასებიც არის მოცემულობა, როდესაც მე შიგნით მაქვს რაღაც საოცრად დიდი სპექტრი ემოციების, ანუ რაღაც ფერთა გამა, თუ რაც გნებავთ ის დავარქვათ, რაღაც უზარმაზარი პოტენციალი, თუმცა გარეთ არ გამომაქვს, ეს ყველაფერი ხდება ჩემს შიგნით. ოკეი, რო გააკეთოს, რაზეც ვთქვით, რა შედეგი იქნება. 4-იანი პენტაკლები. რა შედეგი იქნება? გექნებათ კეთილდღეობა. გექნებათ ბედნიერება. შეყვარებულება. და ფორტუნას ბორბალი. ეს იქნება შედეგი უკაცრავად თუ რამე უცენზურო გაიგეთ რაღაცა უხერხული სიტუაცია მე მგონი გარეთ. ოკეი, ეს არის. კი, თქვენ გიქნებათ უდიდესი სიხარული და ძალიან დიდი წარმატება. ამიტომ ჩემო ძვირფასებო არკანი მეეტლე და 6-იანი თასები. აიყვანეთ საკუთარი თავი ხელში
დასახეთ მიზნები და ეს მიზნები გააკეთეთ აუცილებლად ნაბიჯ, ანუ რაღაცა A-იდან პირდაპირ Z-ში ნუ განსაზღვროთ, რომ აი იქ მინდა რომ მივიდე რა. Z იყოს ოკეი, ბოლო წერტილი, მაგრამ A-დან Z-ამდე კიდე უამრავი ნაბიჯია, უამრავი პატარა პოზიცია გაქვთ გასავლელი, რაც აუცილებლად გასავლელი, ამას გვერდს ვერ აუვლით. ამიტომ დაგეგმეთ გრძელვადი, დაისახეთ უკაცრავად გრძელვადიანი მიზნები, მაგრამ ამ მიზნამდე მისასვლელი გზა გააკეთეთ ნაბიჯ და გაცნობიერებულად, ემოციებზე დაყრდნობით არა, ეს ცოტა გახასიათებთ აქ, რომ რაღაც აი უცებ აპილპილდებით და რაღაც უცებ შეიძლება რაღაცები გინდოდეთ, მაგრამ უცებ არ ხდება. ეს იცოდეთ თქვენს ცხოვრებაში დიდი შედეგები უცებ არ მოდის. სანამ თქვენ ძალისხმევას არ ჩადებთ საკმარისი რაოდენობით, იქ უცებ დიდი და გრანდიოზული წარმატება ნამდვილად ვერ და არ იქნება. სამაგიეროდ იქნება ისეთი წარმატება, რომლითაც იამაყებთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ ვისაც თქვენ უყვარხართ ყველა. მარტივად რომ ვთქვათ. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გაშლა. მე იმედი მაქვს, რომ რეზონირდება და მივა კონკრეტულ ადამიანებამდე ის გზავნილები, რაც სამყაროს თქვენთვის დღევანდელი გაშლის ფარგლებში ქონდა და იმედი მაქვს, რომ შეძლებთ საკუთარი გრანდიოზული მიზნების განხორციელებას და სისრულეში მოყვანას. ყველას წარმატებებს გისურვებთ. შევხვდებით მალე, დროებით.